საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უდიდესი ნაწილი მოძველებულია. ამის შესახებ კომპანიის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, სადაც ვაგონებისა და ლოკომოტივების რაოდენობა, მათი ასაკი, ვარგისიანობა, წვეთა, მოკლედ ყველაფერია მიმოხილული და აი ამ ანგარიშის თანახმად, რასაც ახლა თქვენ თვალყურს ადევნებთ, კომპანიის ლოკომოტივების 99% არის 30 წელზე მეტი ხნის წარმოებული. კომპანიის საკუთრებაში სულ 91 აქტიური ლოკომოტივია, დიახ, 91. და ასევე 2015 წელს საქართველოს რკინიგზას სულ 161 აქტიური ლოკომოტივი ემსახურებოდა. შესაბამისად, ბოლო 10 წელიწადში მუშა მდგომარეობაში მყოფი ლოკომოტივების რაოდენობა არის 44%-ით შემცირებული. რაც შეეხება სატვირთო ვაგონებს, საქართველოს რკინიგზას სულ 4088 ვაგონი ეკუთვნის, რომელთა 85% 30 წელზე ძველია. აი ამ კომპანიის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ რკინიგზის სავაგონო პარკი ბოლო 10 წლის განმავლობაში არის მკვეთრად შემცირებული, რადგან 2015 წელს რკინიგზას 7006 სატვირთო ვაგონი ეკუთვნოდა, 2025 წლებში ვაგონების რიცხვმა 42%-ით იკლო. სწორედ ამიტომ საქართველოს რკინიგზამ ნოემბერში 120 ახალი სატვირთო ვაგონის შესასყიდად 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. თქვენთან თავად გამოიტანეთ დასკვნები, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს რკინიგზა. ამ თემას და ამ რაპორტს ცხადია ცალკე დაუთმობთ სპეციალურ ისტორიებს და ეთერს. გუშინდელიდან სიახლე კი ის არის, რომ აზერბაიჯანიდან საწვავით დატვირთული პირველი სარკინიგზო შემადგენლობა დაიძრა, რომელმაც ტვირთი საქართველოს გავლით სომხეთში უნდა ჩაიტანოს. შემადგენლობას გადააქვს 95 მარკის ბენზინი, ეს 22 ვაგონისგან შემადგენელი 1222 ტონიანი შემადგენლობა და აღნიშნულ ტვირთს საქართველოს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს. ამის თაობაზე მთავრობის განკარგულებაც არსებობს. საერთო ჯამში საქართველოს საგამონაკლისო წესით 2600 ტონა აზერბაიჯანულ საწვავს მოსაკრებლის გარეშე გაატარებს სომხეთში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, რაც ეს ქვეყნები ომობდნენ, ეს პირველი პრეცედენტია და გარკვეულწილად ისტორიულიც, ამიტომაც არის აღნიშვნის ღირსი, რომ საქართველოზე გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ ტვირთი დაიძრა. რაც შეეხება უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი, ის არ ოპერირებს. შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ტვირთების გატარება ჯერჯერობით ისევ საქართველოს რკინიგზის ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა ვიდრე ჩხირიმელა ადიდდება, ასეთი სიახლეც არის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის, სოციალიზმის ეს არის რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია, მათ დაავალა სასწრაფოდ აღადგინოს, თუ იცით რა, სასაზღვრო რკინიგზის მონაკვეთები თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. და პაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსი პარტნიორები ამ ბრძანების აღსრულებას რაც შეიძლება მალე დაიწყებენ. BMG-ს ადგილობრივი ბიურო ერევნიდან გვატყობინებს, რომ ამის შესახებ მან მთავრობის ხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც დაადასტურა და მთავრობის მეთაურის თქმით, ბრძანება ეხება იერასხიდან, ანუ ეს არის აზერბაიჯანის ნახჩევანის საზღვრამდე მონაკვეთს, ასევე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთს. მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ხუდატიანს შეისწავლოს აღნიშნული სადგურების ტერიტორიაზე თავისუფალი მიწის ხელმისაწვდომობა, ტერმინალებისა და სხვა სტრუქტურული ობიექტების შესაძლო მშენებლობისთვის. მოკლედ, აი ამ ამბავზეა ნათქვამი, ძაღლი ხებს და ქარავანი მიდისო. საქართველოში კი ძირითადად მაინც თუთიყუშების თემით ერთობიან. რადგან სხვა ენა არა ესმით რა. სომხეთზე გამახსენდა და ვიცი მთელი ბიზნეს საზოგადოება ამაყი იქნება, ვინც არ იცით სიახლე, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDO ეხლა კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში უკვე რეგიონალური ბიუროს სახითაც იწყებს საქმიანობას. ახალი ერთიანი კომპანია 5 ქვეყანას აერთიანებს, ეს არის საქართველო, სომხეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ხო და ზურაბ ლალაზაშვილი, რომელიც BDO-ს საქართველოს მართველი პარტნიორის პოზიციას იკავებდა 26 წლის განმავლობაში, სწორედ აი ამ ახალი კომპანიის BDO CCA-ს რეგიონალურ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ზურა ასევე დაიკავებს BDO CCA-ს
ანუ აი ამ ახალშექმნილი 5 ქვეყნისგან დაკომპლექტებული კომპანიის კომიტეტის წევრის პოზიციასაც აღმასრულებელი კომიტეტის 5 ქვეყნის ერთიან კოორდინირებულ რეგიონალურ კომპანიად ჩამოყალიბება მეტყველებს გაერთიანებული რესურსების მასშტაბურ და ეფექტიან გამოყენებაზე, ინოვაციების დასახალისებლად და იმ უწყვეტი გამორჩეული ხარისხის შესაქმნელად, რომელზეც BDO-ს რეგიონული საერთაშორისო დამკვეთების მხრიდან მზარდი მოთხოვნა არსებობს. აი ამას აცხადებს BDO სტრატეგიისა და ოპერაციების ხელმძღვანელი და მომავალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი ტრონტ მორტენ ლინდბერგი. რაც შეეხება BDO საქართველოს, რომელიც ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, მაია ხაჩიძე BDO საქართველოს მართველი პარტნიორის პოზიციაზე ანაცვლებს ზურაბ ლალაზაშვილს. ამაზე ადრეც მოგახსენეთ და წარმატებები მინდა უსურვო მაია საქართველოში, ზურას უკვე საერთაშორისო ასპარეზზე. მალე მისი 50 წლის იუბილეის აღნიშვნაც იქნება და მიხარია რომ ამ ახალ და მნიშვნელოვან ამპლუაში გააგრძელებს თავის პარტნიორებთან ერთად უკვე რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის და მის ინდუსტრიების ზრდაზე ზრუნვას. წარმატებები და მოკითხვები BDO-ს გუნდს ჩვენს პარტნიორებს საუკეთესო სურვილებით.